თავი მეორე. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. როცა ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას. ღვინო აღარა აქვთ. იესომ უთხრა მას. რა გინდა ჩემგან დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგა. დედამისმა უთხრა მსახურებს. გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. იქ იყო 6 ქვის ჭურჭელი იუდეველთა საწესო განწმენდისათვის. თითოში 2 ან 3 საწყავული ჩადიოდა. უთხრა მათ იესომ. აავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები. და მათაც აავსეს პირთამდე. უთხრა მათ. ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს. და მიართვეს. როდესაც სუფრის გამრიგემ გებო უნახა ღვინოთ ქცეულ წყალს, არ იცოდა საიდან იყო ეს. იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი. მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს და უთხრა. ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, დარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს. ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ ჩავიდა კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩა რამდენიმე დღეს. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და სდომარე მეკერმენი. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეგა ტაძრიდან ყველა. აგრეთვე ხარების და ცხვრებიც. ფულის გადამცველებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა. გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად. მის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ დაწერილია. შენი სახლის შური შემჭამს მე. მიუგეს მაშინ იუდეველებმა და უთხრეს. რა ნიშანს გვიჩვენებ ამას რომ აკეთებ? მიუგო იესომ და უთხრა მათ. დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს. ეს ტაძარი 46 წელიწადს შენდებოდა და შენ 3 დღეში აღადგენ მას? ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს ამას რომ ამბობდა და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა. ხოლო როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. თვითონ იესო არ ანდობდა მათ თავის თავს, ვინაიდან ყველას იცნობდა. არც სჭირდებოდა რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა რა იყო ადამიანში.